ერეკლე მეორის გამზირზე ნომერ 1-ში არის კუთხის საცხობი. ზოგი ანას საცხობს ეძახის, მოკლედ საცხობი, სადაც ტრადიციული ქართული კერძები და რა თქმა უნდა იტალიური პიცაც იყიდება. სასმელების მაცივარი, მაგრამ სასმელების გარდა აქ არის კიდე მაიონეზები და კეჩუპები. ამას დიდი ყუთით ყიდულობთ და ასევე პატარა ყუთებით ყიდულობთ ფოთლები. ასევე ყიდულობთ პატარა. არა, ეს გადასხმულია თუ დალუქულია, კი ბეტონო, ანუ სწორი ქმედება არის. აქაც მაცივარია კიდე ერთი, ვნახოთ რა არის. ეს არის ცომების მაცივარი. პარკებს რა სიხშირით ცვლით? აი ჩვენ გვაქვს პარკები და ისა ხშირად ცვლით. ხშირად არა. აი ესეთი ნახეთ, აი ესეთი დაბინძურებული პარკები, აი ეს მჟავდება, ფუჭდება და უნდა გადაყაროთ. კი ბატონო, აი დაფენილზე გეკითხებით ზუსტად, ნახეთ, აი აქ ყველი და აქ ნახეთ კაბეტონო, აი ნახეთ რა ცუდი მდგომარეობაა. აი ეს დღის მანძილზე რამოდენიმეჯერ უნდა გამოსუფთავდეს. კარგით, რაღაცაზე რადგან ასუფთავებთ, თვალს დავხუჭავ, მაგრამ ყველაფერზე არა, რა თქმა უნდა. აი ზევით თუ იყურებით, კონდენსატი არა გაქვთ, მაგრამ კონდენსატიც აგაქვთ პრინციპში ცოტ-ცოტა, მაგრამ აბლაბუდები ნახეთ. აბლაბუდებიც აგაქვთ. მერი არ ყოფნის, ესე იგი არ ყოფნის კვირაში ერთხელ დასუფთავება. აი ამას შეხედეთ, აი ამას შეხედეთ. ამხელ აბლაბუდები კიდია. ესეთი შუქი აქვს, რომ ჩვენ შუქზე არც ჩანს. როგორ არ ჩანს? აბა მე როგორ უყურებ? აბა მე როგორ უყურებ? აი ნახეთ, აი სულ აბლაბუდებშია. ეს კიდე არის ნაგვის ბუდე, ტვერის ბუდე, თქვენც კარგად იცით. არ ვიცით, ისე გადაღობეთ, რომ გინდათ კარები გააკეთეთ, გინდათ საერთოდ ღია დატოვეთ და მომხმარებელს უყუროს. აი მითხარით, რატო აბსოლუტურად ყველაფერს, აი ესე რატო ინახავთ, ამას რატო არ ასუფთავებთ, აი ესე რატო? არა, ეს ახლა ვიხმარე და დილაზე ამას როგორც დილას, ყველაფერს დილას რატო? აი ამას სამწუხაროდ აი მეგონა რომ უფრო კარგი სიტუაცია დამხდებოდა. აი თქვენ თვითონ დაიხარეთ და შეიხედეთ, ახლა რა მდგომარეობა აქვს? ზევით ახედეთ, აი აქ შეგიხედიათ როდისმე, აი ნახეთ რას გავს რამ. შეხედეთ, აი თქვენ თვითონ ნახეთ. აი ეს ხო სამზარეულოა. ძალიან ვიწრო ტერიტორია რთულია, მაგრამ აი ნახეთ თქვენ თვითონ, აი ამას შეხედეთ. აი მოდი. აი როდის მითხარით, როდის? ჭურჭელი გავრეცე, აი ეს უნდა ავიღო ეს რაღაცები. აი ეს არ მდგომარეობაში, აი რო არ უნდა იყოს, ხო იცით? ხო იცით. ეს ხელსაწმენდებია თუ ტილოებია, რა არის ეს? ხელს ვიწმენდა მაგაზე. ხო და ერთჯერადები უნდა იყოს, იმიტომ რომ სათანადოდ სისუფთავეს მაგ თქვენ ვერ დაიცავთ ვერანაირად და ხელს კი არ დაისუფთავებთ, არამედ დაიბინძურებთ. გასქურა, აი ღუმელი გაქვთ გადასარე. ხელი ამიწევი, აი კარგი რაცა გაქვთ, ეს არის ღუმელი. დავიჯერო ეხლა, კარგი ის ვერ დაინახეთ, ამას ვერ ხედავთ? აი ამდენ აბლაბუდას? აი დავიჯერო ვერსად ვერ ხედავთ? აი შეხედეთ. ჩანს, მაგრამ ისი არა. რა მნიშვნელობა აქვს? მე რო არ ჩანს, უნდა მიანათოთ, უნდა ნახოთ და უნდა გაასუფთავოთ, ასე არ შეიძლება. საცხობში 4 მაგიდა, თეთრი ლამაზი სუფთა მაგიდებია, სკამები. აქ მაგიდა იდგა თუ რა არის ეს კუთხე რატოა? ფოთოლცვენა გაქვთ აქ კაფეში. ანუ ფოთლები დააყარეთ, ხო? ანუ სარემონტოა ეს კუთხე, მოკლედ, მაგრამ ეს ნაგვის ურნა რო დგას ესე ეულად და აქვე ფოთლებია, მოკლედ შემოდგომის განწყობაზე ნამდვილად ვერ მოვედი ამის ხილვის დროს და კიდევ მიკვირს რომ არ არის ხელსახოცი, რატო არ არის ხელსახოცი? აი მე რო შემოვიდეთ ადგილზე თვითმსახურება გვაქვს, რომ წამოდიან და ადგილზე ვაწყდი ყოველთვის. მაგას ვერავინ ვერ მეტყვი. ანუ რაღაც კერძთან. დილაობით გასაგები არა, ეხლა არა. აი შემოვედი და არ არის. კარგით, მოდით გადავხედოთ პროდუქციას. ეს არის პიცა? აი აჰა. ხარისხიანი ყველი, აი რა გითხრათ ეხლა ამ პიცას რო შეხედავ არ მოგინდება ნამდვილად. არ მოგინდება, იმიტომ ბანერზე ისეთი ლამაზი პიცა და აქ ეხლა ძვირადღირებული ბავშვები არიან და ვერ გაიყიდება და კარგი ხარისხის, აი ესეთი ხარისხის სოსისი.
2 ლარიანი პიცა თელავში ბავშვებისთვის იხილეთ. აი სიმართლე გითხრათ პროდუქციით ვერ მოვიხიბლე, რო გითხრათ რომ აი მე მომინდა ეხლა შეიძლება იმიტომ რომ ახალი არ არის, ახალ გამომცხვარი. ახალია? ხო, თბილებია ჯერ ისევ, მაგრამ მოსწონთ გემრიელად ვანელებ გულსა. ნახევრად ფენოვანია და ხო, ну შეიძლება ვიზუალი მატყუარა და უბრალოდ რო შევხედე, მადის აღძრელი არ არის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან გემრიელია. აი, მაცივარშიც ნახეთ. მაცივარშიც არის ყველაფერი. აი ესეც ნახეთ. არა, ვასუფთავებ საყარელო, აი თქვენ ქალბატონო ანა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, ყველაფერზე მეუბნებით. ვასუფთავებ და ყველაფერი არის დასასუფთავებელი. ამასაც ასუფთავებ. შეხედეთ რას გავს. შეხედეთ. აი ამას ეს თქვენ ყოველდღიურად თუ არ ასუფთავეთ და ეს თქვენ ძირფესვიანად მე მესმის, თქვენ ერთი მუშაობთ. და იღლებით და მე უკვე ენერგია არ ყოფნით, მაგრამ აქ დასუფთავების აბსოლუტურად კვალი არ არის არაფერში, აბსოლუტურად. ნუ ეს ფქვილია, კარგით. ფქვილი არის დაყრილი, ნუ ფქვილია ბოლო-ბოლო გამოიხვეტება და დამთავრდება, მაგრამ მექანიკურად უნდა მუშავდებოდეს, სუფთავდებოდეს საზელი. ზედაპირებზე არაფერი არ უნდა იყოს, რომ არ ხდებოდეს დაგროვება ჭუჭყის და ასე შემდეგ. ყველაფერს თავის ადგილი უნდა ქონდეს, კონტეინერებში უნდა იყოს სანელებლები გადატანილი. ყველაფერი სუფთა უნდა იყოს. აქ კი ბატონო, მარილი და ის გააქვთ სანელებლები. ისინი ახალი ნაყიდია და მაგრამ აი თქვენ თუ გადახედეთ, კარგით. აი ახალი, აი გადახედეთ თქვენ თვითონ. ეხლა კიდე მეტყვით, ვასუფთავებ, გავასუფთავებ, ხო? აი, ნახეთ. ცუდია და ვწუხვარ. მე არ მომწონს. ალბათ არც თქვენ გუცფელად მითხარით. ხო დაგწყდათ გული. ხო გეგონათ რომ მეტი ქონდათ გაკეთებული. აი იცით რა არის მე მესმის თქვენი, მაგრამ ეს ისეთი ყოველდღიური და რთული საქმეა რომ მესმის არა, როგორ არ არის ქალბატონო ანა, სამწუხაროდ არის ამდენი აბლაბუდები. აი აბსოლუტურად არსად არ შეიძლება. აი მე ეს, აი ნახეთ აი ასეთ მდგომარეობაში იყოს, ეს არ არის დამცავი, ჩემო ძვირფასო ადამიანო, არანაირად არ არის დამცავი. ეს არის მტვერის ბუდე. პროდუქცია ახალი გაქვთ, კი ბატონო. სინები კარგი გაქვთ, მესმის, ალბათ გემრიელია. გემრიელი რო არ იყოს, არ მოვიდოდნენ და არ იყიდნენ, ხო? ალბათ გემრიელი ხელი გაქვთ, მაგრამ უვნებელიც გააკეთეთ, სუფთად გააკეთეთ, უფრო მეტი ხალხი გეყოლებათ. კარგით? მაძლევთ პირობას. რა თქმა უნდა, მომცა პირობა, იმედია რომ შეასრულებს. თქვენ გააკონტროლეთ და მომწერეთ.